ბიზნეს სექტორთან და პრინციპში საზოგადოებასთან და ჩვენი ქვეყნის რეალურ ყოფასთან. ანა, ნუ მიმოვიხილეთ გარკვეული მიმართულებები, შევეხეთ მტკივნეულ საკითხებსაც, რაც უკავშირდება ჩვენს ქვეყანას ამ ეტაპისათვის მიუღებელ გადაწყვეტილებებზეც ზოგადი ფონიდან გამომდინარე, მაგრამ უნდა ვისაუბროთ აუცილებლად სანდოობის მიმართულებით. ეს რამდენად მტკივნეული საკითხია დღევანდელი ქართული რეალობიდან გამომდინარე. და როგორც წარმოგიდგენია ამ ყველაფრის მეტნაკლებად დაბალანსება. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი შეეხეთ. სანდოობა უნდა გავუყოთ ორ ნაწილად. ერთი არის საერთაშორისო თვალში, ანუ გარეშე ინვესტორისგან, საქართველოს საზღვრის გარეთ არსებული ინვესტორის კონტექსტში, რა და შიდა პროცესებში ამდენად არსებობს სანდოობა, ხო? პირველი და მთავარი რო შევეხოთ, რამდენად არსებობს ინვესტორის, ანუ საქართველოს გარეთ არსებული ინვესტორის დაინტერესების გადატანა გამოჩენილ ინტერესში. ანუ ერთი არის არსებული ინტერესი, რომელიც შესაძლებელია ქვეყნის მოცემულობიდან გამომდინარე ინვესტორს ჰქონდეს, უნდა გამოვლენილი ინტერესი, ანუ უკვე რეალურ ინვესტიციაში ეს ხდება თუ არა ამის გადმოტანა, პირდაპირ მასშია იმას, რამდენად აქვს კონკრეტულ ინვესტორს ქვეყნაში მიმდინარე პროცესების მიმართ სანდოობა. ერთ-ერთი პროცესი არის აქ სასამართლოს კონტროლი. ძალიან მტკივნეულ საკითხს უნდა შევეხო, იმიტომ რომ როდესაც ინვესტორი ახორციელებს ქვეყნის ბიზნეს ეკოსისტემის შესწავლას, ერთ-ერთი კომპონენტი არის, რამდენად არსებობს ნებისმიერი დავის, ნებისმიერი სახის უთანხმოების პარტნიორთან იქნება თუ მესამე პირებთან რეგულირების შესაძლებლობა და რამდენად ენდობა ასე ვთქვათ, სახელშეკრულებო ურთიერთობის აღსრულება ქმედითობას და მათ შორის ეყრდნობა სასამართლო სისტემის გამართულობას. და რაც მნიშვნელოვანია, სასამართლო სისტემა საერთაშორისო კონტექსტში, ნდობის კონტექსტში თუ შევხედათ, არა მარტო უნდა იყოს სამართლიანი, არამედ უნდა ტოვებდეს აღქმას, რომ ის სამართლიანია. ანუ არსებითი მნიშვნელობა აქვს რა აღქმები რჩება სასამართლოში მიმდინარე პროცესების მიმართ, რამდენად განშრუდადია პროცესი, რამდენად არსებობს ნდობა ვადების, სამართლიანობის, განშრუტადობის და ასე შემდეგ, ანუ რიგი კითხვები აქვს, რომელიც პირდაპირ და უშუალოდ აისახება იმაზე, სასამართლო მიმართულება, რამდენად სადნო პარტნიორად, თუ შეიძლება ასე ითქვას, მიიჩნევა ბიზნესის მხარდაჭერის პროცესში, იმიტომ რომ არ არსებობს დავის გარეშე წარმოებული ურთიერთობები, ნებისმიერი უთანხმოება იქნება ეს თუ მესამე პირთა შექმნილი კრიზისული მოცემულობა უნდა იქნეს გადაწყვეტილი. კი, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მე არაერთხელ აღნიშნავს, რომ ძალიან დიდი პლუსია მედიაციის გაზრდა. ძალიან დიდი პლუსია, იმიტომ რომ როცა ჩვენ ვსაუბრობთ თუნდაც კონსულტაციაზე მომართულ პირებთან, რომ სასამართლოს როგორ ვეხებით, ანუ აქ რა ხდება, ყოველთვის ვცდილობ ნეგატიურ შეფასებას გვერდი ავუაროთ იმით, რომ ალტერნატივები დავანახოთ. ალტერნატივა არის მედიაცია და ის შესაძლებლობა, რაც დეკემბერში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებით გვაქვს, რომ დათქმა შეიძლება გაჩნდეს მაგალითად სამედიაციო შეთანხმებაზე და უკვე პირველადი გადაწყვეტა და მზაობა არ იყოს სასამართლოში მისვლა, არამედ იყოს სამედიაციო სივრცეში დავის გადატანა, შეიძლება ითქვას, ამ სუბუქებს იმ ნეგატიურ ეფექტს, რომელიც სასამართლოს მიმართ არსებულ საზოგადოებაში არსებულ დამოკიდებულებას გულისხმობს, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი განწყობები, ძალიან მნიშვნელოვანი როგორ აღიქმება პროცესები, რომელიც ქვეყანაში ამ მიმართულებით მიმდინარეობს და ეს გარეშე ინვესტორისთვის ძალიან სერიოზული ფაქტორია. ალბათ არა მარტო სასამართლო ერთ-ერთი მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემა, მაგრამ ზოგადად ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობაც მნიშვნელოვანია პოტენციურ ინვესტორისთვის. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ნახეთ, ბიზნესი ხომ არ აკეთებს 1 წელზე, არ 2 წელზე, ეს აკეთებს გრძელვადიან გაწვას. განსაკუთრებით თუ მსხვილ ბიზნეს ინვესტიციაზე გვაქვს საუბარი ამ შემთხვევაშიც. ნახეთ, შეიძლება გავყოთ ინვესტიციები, რომელიც არის მსხვილი და რომელთან თანამშრომლობას იწყებს პირდაპირ სახელმწიფო და უშუალოდ ბიზნეს ინვესტიციებში, თუმცა აქაც აქვს მნიშვნელობა განშრუდადობას, იმიტომ რომ მსხვილი ბიზნესი, რომელიც იწყებს მთავრობასთან ურთიერთობას, პოლიტიკური ვოლატილობის პროცესში არაერთ გზის გადამოწმეს, რამდენად შეიძლება ამ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის სანდოობა, გამჭვირვალობა, გრძელვადიანი ეფექტიანობა იყოს ამ ქვეყანაში. თუ საშუალო და ასე ვთქვათ, ნაკლებად მსხვილ საინვესტიციო პოტენციალზე ვსაუბრობთ, აქაც აქვს ასეთი მნიშვნელობა, რომ შეიძლება მისი პარტნიორი პირდაპირ სახელმწიფო არ იყოს, თუმცა სახელმწიფოში არსებული პოლიტიკური ვოლატილობა პირდაპირ გავლენას ახდენდეს იმ სექტორზე, რომელსაც ის აკეთებს. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ სტაბილურობა
გააშვეტადობა ერთ-ერთი მთავარი ფუძემდებელია, როცა ინვესტორი იღებს გადაწყვეტილებას ამა თუ იმ ქვეყანაში მსხვილი ინვესტიციების განხორციელებას. შემდეგ კითხვაზე მინდა გადავიდე, გლობალურ საკითხებს მინდა შევეხო და შევადაროთ გლობალური ბიზნეს გარემო და ქართული ბიზნეს რეალობა. თუნდაც ჩვენ სარეკლამო პაუზის დროს საუბრობდით, რომ აბსოლუტურად სხვა მიდგომები ყალიბდება უკვე გლობალურად ხო ბიზნესთან, ტექნოლოგიები ერთვება საქმეში 21 საუკუნე ტექნოლოგიების ეპოქაა შეგვიძლია ვთქვათ. მაინტერესებს ამ განსხვავებებზე ვისაუბროთ, რა განსხვავებებია და ასე თუ არის რაიმე სახის მსგავსებაც. ძალიან კარგი. და რამდენად ფეხს უწყობთ? ნახეთ, მოდით ისე თეორიულად და პრაქტიკულად ხო? სამართლებრივად დიდი ჩვენ თუ შევხედავთ ასე ძალიან კარგი პოტენციალი გვაქვს. კარგი პოტენციალი არაერთ მიმართულებაში შეიძლება ვიყოთ რეგიონული ჰაბი, ხო? დიახ, ნამდვილად, ძალიან კარგი პოტენციალი გვაქვს. დავიწყოთ იქიდან, რომ ამ სფეროს მიმართულების სპეციალისტებით და ძალიან კარგი მიმართულება გვაქვს თუნდაც სამართლებრივი წინაპირობით. ანუ ავიღოთ ბლოკჩეინი. 2016 წლიდან რეესტრმა დაიწყო გამოყენება ბლოკჩეინის იმისათვის, რომ უზრუნველყოს ამონაწერების გარკვეული დაცულობა, ხო? დავიწყოთ იმით, რომ გვაქვს განცხადებული უძრავი ქონების ტოკენიზაციის საკითხი. თეორიულ ნაწილში კარგად მივდივართ. თუმცა თუ შევხედოთ პრაქტიკაში ბიზნესი დგას ისეთი გამოწვევების წინაშე, რომელიც მას იმ საინვესტიციო პოტენციალს, იმ განვითარების პოტენციალს, რომელიც მან უნდა მიმართოს ტექნოლოგიების დახვეწაზე, თანამედროვე მიმართულებების ათვისებაზე, თუნდაც ხელოვნური ინტელექტის წარმოების პროცესში გამოყენებაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მას უწევს აი ამ რესურსების იმ ადაპტაციის მიმართულებისთვის გადატანა, რომელიც იქმნება ისო სწორედ არასწორად სამართლებრივი რეგულაციის, არასტაბილური პოლიტიკური გარემოს და მიმდინარე თანმდევი გამოწვევების აღმოსაფხრელად შესაბამისად ის რესურსები, რომელიც მას შეიძლება განვითარებაში და ტექნოლოგიურ ერასთან თანხვედრაში ყოფნაში გამოეყენებინა, ის მიმდინარეაცებული, ანუ გუშინდელი ტექნოლოგიების და მიმართულებების და მოცემულობების და მისი მდგრადობის შენარჩუნებაში ხარჯავს. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ერთხელ ინტელექტუალური და პოტენციური მზაობა და არსებობს, თუმცა აღსრულებისთან ფაქტობრივად ამის შესრულების, მიღების, განხორციელების ნაწილში საკმაოდ დიდი სირთულეებია. და რატომ არის შენი ასეთი სირთულეები? უბრალოდ სიახლეების ეშინიათ ბჭყალებში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს? პირიქით, ძალიან გახსნილები არიან, უბრალოდ კიდევ ერთხელ ამბობ, ისინი ხარჯავენ დროს, ენერგიას, კომპეტენციას და ადამიანურ რესურსს იმ მიმართულებების, გამოწვევების ადაპტაციისთვის, რომელიც მათ ექმნებათ საქართველოში დღეს და ანუ ისე რეალობას უბრუნდებთ, რა რეალობაცა იმ ყველაფერს ერგებიან მეტნაკლებად. ანუ ადაპტაციაში იკარგება ძალიან დიდი რესურსი, ადამიანური, ინტელექტუალური და ფინანსური. ისე და ისე ბიზნესის ირგვლივ ტრიალებ და მაინტერესებს ერთ-ერთი ბოლო კითხვა იქნება ბიზნეს სუბიექტმა თუ ობიექტმა როგორ უნდა შეაფასოს დაგეგმოს სწორად სტრატეგია, რათა განსაზღვრული იქნას ჩვენი საქართველოს შესაძლებლობები, თუნდაც გეოგრაფიული მდებარეობიდან ის რისკები, რაზეც არაერთ გზის ვისაუბრეთ, ის დახვეწილი თუ მომავალში რომ დაიხვეწება ის საკანონმდებლო მიმართულებები, ზოგადად პოლიტიკური სიტუაცია, სტაბილურობა, ეს ყველაფერი სტრატეგია როგორ უნდა იქნას შენი აზრით სწორად დაგეგმილი, რათა ყველაფერი იყოს მეტნაკლებად გათვალისწინებული. ერთი ბიზნესმენის ციტატას მოვიყვან აქ, რომ ვესაუბრებოდი, რომ თქვენი აზრით როგორი უნდა იყოს ბიზნესის ხედვა იმისათვის, რომ მან რაღაც გრძელვადიანი განშტოება გააკეთოს. მე მგონი, ანუ პირველ რიგში უნდა დაიქირავოს, რა თქმა უნდა, ეკონომიკის სპეციალისტები, სამართლებრივი სპეციალისტები, პოლიტიკური ანალიტიკოსები და ორაკული. ცოტა იმ კუთხით გააკეთა, რომ იხუმრა, რა თქმა უნდა, საუბარი იყო იმდენად არაპროგნოზირებადია საქართველოში არსებული მოცემულობა, ყველა მიმართულებით. იქიდან გამომდინარე, სამართლებრივი და პოლიტიკური მოცემულობა არ ამდგრადია, რომ მას სჭირდება საკმაოდ რთული პროცესების გავლა, სადაც ის უმეტესად გააკეთებს გაშრვეტას მოსალოდნელი
რისკების ლოგიკის გამოთვლის ნაწილში და არა არსებული სამართლებრივი თუ ფინანსური მოცემულობის გაანალიზების ჭრილში, იმიტომ რომ როდესაც ტრანზაქციული ბიზნესის ეკოსისტემა, იმიტომ ახსენე, როცა ეს არის მუდმივ ცვლად მოცემულობაში, როცა შეიძლება დღეს ერთი რეგულაციური სისტემა დახვდეს ბიზნესს და როცა დაასრულებს კვლევას და საკითხს, აბსოლუტურად სხვა მოცემულობაში იყოს, ამიტომ ეს ტრანზაქციული პროცესები ძალიან რთულ განშვრადობას ქმნის. ამიტომ იხუმრა იმ ადამიანმა, რომ ასე ვთქვათ, მესამე თვალის მქონე ადამიანის სჭირდება იმისათვის, რომ რეალურად იფიქროს, რომ სრულფასოვნად გათვალა მოცემულობა, რაც ძალიან და რამდენად ხშირად გამოიყენებენ ამ მსგავს ტაქტიკას ის პოტენციური ბიზნესმენები, რომლებიც აპირებენ თუნდაც შემოსვლას ან რომლებიც შემოსულები არიან? რამდენად მე შემიძლია ვთქვა იმ კომუნიკაციებიდან გამომდინარე, რაც მე მქონია, ამ ეტაპისთვის უმეტესობამ შეაჩერა საკუთარი ჩართულობის გაზრდა საქართველოში, იქიდან გამომდინარე, რომ მიიჩნევს, რომ ზედმეტად მაღალია რისკების მოცემულობა და რისკების ამპლიტუდა იმისათვის, რომ განშვრდადობა იყოს შესაძლებელი. და ბოლო კითხვა მინდა დაგესვათ, თქო შეჯამებას რომ გავაკეთოთ ჩვენი საუბრისა, ბიზნეს ეკოსისტემა 2026 წელს საქართველოში რა მდგომარეობაში ახლანდელი მონაცემებით, რა მოლოდინები გვაქვს, მაინტერესებს გაქვს თუ არა მოლოდინები, რომ ქვეყანაში დასტაბილურდება სიტუაცია ყველა მიმართულებით, როგორც პოლიტიკური, ისე სოციალური, ისე იურიდიული მიმართულებებით, მით უმეტეს რაღაც გარდამავალი პერიოდია, ხო, თითქოს ახლა გლობალურად მსოფლიოს მასშტაბით, რუკას რომ ჩავხედოთ, ამასაც მიხვდებით, როგორც წარმოგიდგენია, როგორი იქნება 2026 წელი ბიზნეს სექტორისათვის და ის რისკები, რაც არის, რაზეც ისაუბრე, რომ ბევრი ინვესტორი მაინც თავშეკავებულია საქართველოსთან მიმართებაში, დასტაბილურდება თუ არა ამ მხრივ გარემო? ძალიან ბევრი ცვლადია იმისათვის, რომ გააკეთო კონკრეტული პოზიტიური ან ნეგატიური, ასე ვთქვათ, მოლოდინის საკითხი, მაგრამ როცა ბევრი ცვლადია, ეს არის შიდა ქვეყნის ფარგლებში და ასევე რეგიონალურ და ზოგადად გლობალურ ჭრილში. ამ ცვლადების რაოდენობა ართულებს, თქვა, კონკრეტულად რა შესაძლებელია იყოს თუნდაც 6 თვის შემდეგ საქართველოში, იმიტომ რომ პროგნოზის გაკეთება რთულია. ძალიან რთულია, იმიტომ რომ ეს არა მარტო ქვეყნის შიდა, რაც ჩვენი შიდა გამოწვევები ყოფნის, იმისათვის რომ გართულდეს პროგნოზი, თუმცა ამას უნდა დავამატოთ რეგიონალური, ამას უნდა დავამატოთ გლობალური გამოწვევები, რომელიც არის რამდენად და რა ვადით თუნდაც მოხდება ნავთობის კონტექსტში, ჰორმუზის სრუტის პრობლემის და რამდენად ეს აისახება ბიზნესზე ზოგადად გლობალურ კონტექსტში. და მათ შორის არაერთი, ასე ვთქვათ, კერა, რომელიც არსებობს მსოფლიო მასშტაბით, რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, რა მოცემულობა შეიქმნება, ამას დავამატოთ შიდა გაურკვევლობა, მათ შორის პოლიტიკური და ის სამართლებრივი მოცემულობების შეუძლებელი, ან ფაქტობრივად დღევანდელი მოცემულობით გამიჭირდება ვთქვა ერთმნიშვნელოვნად, რომ არსებობს რაღაც კონკრეტული პოზიტიური მოლოდინები, ან რაღაც კონკრეტული ნეგატიური მოლოდინები. ყველაფერი არის ძალიან ბევრ ცვლადზე დაფუძნებული. თუმცა რაც შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ხელში რაც არის, საქართველოს ხელში რაც არის, ეს უნდა გავაკეთოთ. ამაში გულისხმობ იმას, რომ ბიზნეს არ დავუმატოთ გაუთვლელი და წინასწარ გაუანალიზებელი ნაბიჯებით რისკები, მოვახდინოთ ნებისმიერ ცვლილების კონტექსტში კონკრეტული სექტორთან კონსულტაციები, იმისათვის რომ ცვლილება და ის შესაძლებელია კეთილი მიზნები, რომელიც კანონმდებელს ჰქონდეს აწყის ეტაპზე, არ გახდეს ბოროტი შედეგის მომტანი. ამიტომ მნიშვნელოვანია კონსულტაციები ბიზნესთან, მეტი ჩართულობა არა შედეგის აღმოფხრის კონტექსტში, არამედ წინასწარი მომზადების ეტაპზე და მაქსიმალური მოქნილობა, როდესაც საკითხი ეხება ისეთი ტიპის სექტორების რეგულაციებს, სადაც მაქსიმალურად მეტი მოსახლეობაა ჩართული, მეტი ეფექტიანობა მოსახლეობის კონკრეტულ შემოსავლენობაზე იქნება ეს თუ ფასწარმოქმნაზე იქნება გავლენები. ანუ ჩვენ რაც შეგვიძლია დღეს თითოეულ მოქალაქეს ეს არის გავაკეთოთ ჩვენი როლი ჩვენს წვლილში, თუმცა ის რაც შეუძლია დღეს სახელმწიფოს, რომელსაც ხელეწიფება რეალური ცვლილება განახორციელოს, ეს არის მისი ნებისმიერი ნაბიჯი განხორციელდეს მიმართულების სპეციალისტებთან, მიმართულების პრაქტიკოსებთან, კონსულტაციებთან და მათი მხარდაჭერის ფონზე, რაც მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი განხორციელდეს საწყის ეტაპზე, არა
უკვე შედეგების აღმოხსნის პროცესში. ანუ გულისხმობ კონსულტაციებს ეს თქვა ბიზნეს სექტორის. ანუ პროცესს მაგალითად მიიღება კანონპროექტი, კანონპროექტის მიღების პროცესში ჩართვა. მანამდე იყვნენ ჩართული. და არა შემდეგ. ან მაგალითად გაითვალისწინონ პრაქტიკა, რომ მაგალითად ფასების რეგულაცია არ ხდება საპარლამენტო ფიზიკურად არ არსებობს ამის დადებითი სადმე მაგალითი ნებისმიერ რო გადახედოთ ცივილიზებულ სამყაროს ანალოგებს, ხო? ამიტომ თუ ჩვენ გვინდა დადებითად ვიმოქმედოთ ბიზნესზე, გავითვალისწინოთ დადებითი მაგალითები, რაც საერთაშორისო მასშტაბით არსებობს და თავია ვარიდოთ იმ ნეგატიურ რეაგირებების ნაბიჯებს იმისათვის, რომ დავიცვათ ისედაც რთულად მოწყვლად მდგომარეობაში არსებულ ბიზნესს. წინა შეკითხოს მინდა მეუბრუნდე, როდესაც სტრატეგიებს და რისკებზე საუბრობდით, მაინტერესებს e-ბიზნეს უცხოელი პოტენციური ინვესტორის ერთ-ერთი დამაფიქრებელი ფაქტორი ის ხომ არ არის, რომ გარკვეულ მიმართულებებში საქართველოში არის კვალიფიციური კადრების დეფიციტი. რა თქმა უნდა, გამოწვევა ესეც არის. უბრალოდ კადრებამდე რომ მივიდეს, მან უნდა გადაძინოს უკვე წინაღობებია, ხო? წინაღობები, ანუ კადრები არის ისეთი, როცა ის უკვე დეტალიზაციაში ჩადის, ხო? მაგრამ სანამ დეტალიზაციაზე ჩავაგდო პირველადი, ანუ თვალსაჩინოდ არსებული, ზედაპირულზე არსებული პირველადი მაჩვენებლებიც მათ უქმნის იმ რისკებს, რომ ის ამ გადაწყვეტილებას ყოველთვის ამ ეტაპზე არ იღებს. ნუ სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ვერ გავექცევით. ანა, ძალიან დიდი მადლობა და იმედია, რომ 2026 წელს დარეგულირდება ამ მხრივ სიტუაცია და ნუ როგორც დაანონსებული იყო პრინციპში გასულ წლებში, რომ საქართველოში იზრდებოდა ინვესტიციების მოცულობა, იმედია, რომ ეს გარდამავალი პერიოდი, რასაც ახლა ჩვენი ქვეყანა გადის, წარმატებით იქნება გადალახული და იმედია, რომ სანამ რაიმე კანონს მიიღებენ შესაბამისი პირები, მანამდე იქნება კონსულტაციები შესაბამის წარმომადგენლებთან, კომპეტენტურ ადამიანებთან და არ დააყენებენ ფაქტის წინაშე, ხო, რაზეც ვისაუბრეთ გადაცემის პირველ ნაწილში, რომ ავტომანქანებისთან მიმართებაში ეს არის, ნუ ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს მოიწონებს, უბრალოდ სოციალური დღეს და ახლა არ არის ამის დრო დაადგილი. უდროუდრო იყო საერთოდ შერჩეული. და თქვენ საინტერესოა, რომ ფასების კომისიაზე რომ საუბრობდით, ნუ ამ წესით დღეს უნდა გამოქვეყნდეს 1 მაისი იყო საბოლოო თარიღად მიჩნეული და ველოდებით ყველანი და ნახოთ რა მოხდება. ერთადერთი რაც იგრძნობს ჭალებში ჩვენმა მოსახლეობამ კვერცხის ფასი არის გაიაფებული და ხო, სხვა მიმართული პროდუქტების ფასი არ არის დაკლებული და იმედია რომ რა თქმა უნდა ჩვენ მტრები არ ვართ პირიქით გულშემატკივრობ და იმედია რომ ეს ყველაფერი იქნება ეფექტური, დროული და საზოგადოებისთვის მორგებული, იმიტომ რომ ბიზნესი სახელმწიფო ყველასთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების კეთილდღეობა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ვერც სახელმწიფო იარსებებს წარმატებულად და ვერც ბიზნესის ოპერირება იქნება ნაყოფიერი. ანა ჯალახონია ბიზნეს ეკოსისტემის ანალიტიკოსი პასუხობდა ჩემს კითხვებს, მე ძვირფასო ტელემაყურებლებო. დაგემშვიდობებით მომავალ კვირამდე გისურვებთ ბედნიერ დღევანდელ დღეს და ასევე რა თქმა უნდა